გამარჯობა, მიხარია რომ TBC დაზღვევის გუნდს შემოუერთდი. ამ ვიდეოში მინდა რომ მოკლედ მოგიყვეთ TBC დაზღვევის შესახებ, ჩვენი მისიისა და მიზნების შესახებ, რათა მივხვდე რომ TBC დაზღვევასთან ერთად სანერვიულო არაფერია. TBC დაზღვევის ისტორია 2016 წელს იწყება. თავიდანვე TBC დაზღვევამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ახალ ტექნოლოგიებში, გაციფრულებაში და შედეგად მოიპოვა ბაზარზე წამყვანი ლიდერული როლი სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის საცალო მომსახურების ბაზარზე ვართ საკმაოდ მოწინავე პოზიციებზე, ისევე როგორც ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევაში გვაქვს ლიდერული პოზიციები. და ეს ლიდერობა არ გამოიხატება მხოლოდ დაზღვეულთა რაოდენობისა და ან გაყიდული პოლისების ნაწილში, არამედ ლიდერობა გამოიხატება მომხმარებლების კმაყოფილებასა და გაწეული მომსახურების სისწრაფეში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება, არამედ ისიც თუ როგორ ვაწვდით მომხმარებელს ამ პროდუქტებს, რომ ის იყოს მარტივი, სწრაფი და კომფორტული. ჩვენ ბაზარზე გამოგვარჩევს ციფრულობა. მუდმივად ვხდეთ ინვესტიციებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ მომხმარებელთა მიტანაში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მომხმარებელს სწრაფად და მარტივად აუნაზღაუროთ, მოემსახუროთ და მივაწოდოთ ის სერვისები, ის ბენეფიტები, რომელიც ჩვენ კომპანიას აქვს. შედეგად, მაგალითად ავტოდაზღვევაში ჩვენ 4 წუთში მოვახდინეთ უკვე ზარალის ანაზღაურება და ზარალების ძალიან დიდი ნაწილი საკმაოდ მოკლე დროში იფარება, რაც მომხმარებლების კმაყოფილებას მნიშვნელოვნად ზრდის. მეორე, რაც ყველაზე მეტად გამოგვარჩევს ბაზარზე, ეს არის ინოვაციები და ინოვაციურობა ჩვენი კომპანიების, რომელიც ეხება არა მხოლოდ სერვისებს, არამედ პროდუქტებს და მომსახურებას. აქ, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის ჩართულობა, რომელსაც მუდმივად მოაქვთ იდეები და ახალი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა იყოს პროდუქტი შეფუთული, მიწოდებული ბაზრისთვის, რომ მომხმარებელთა კმაყოფილება და შენარჩუნება მომხმარებლების მეტად გაიზარდოს. ამ კუთხით ჩვენ მუდმივად ვატარებთ თანამშრომლებში კვლევებს, ვცდილობთ გავარკვიოთ თუ სად რა ახალი შესაძლებლობები იკვეთება და შედეგად ამ ახალ შესაძლებლობებზე მუშაობთ, რომ დაინერგოს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თქვენი იდეები და მოსაზრებები ყოველთვის გამოხატოთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ TBC დაზღვევაში შეცდომები მოსულა. შეცდომები მოსულა ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის შეიძლება დავუშვათ შეცდომა, თუმცა შეცდომებით ვიზრდებით, შეცდომებით ვასწორებთ იმ არასწორ პროცესს ან პროდუქტს და შესაბამისად ჩვენც და კომპანიაც უფრო მეტ წარმატებას ვაღწევთ. როგორები ვართ TBC დაზღვევაში? ვართ გუნდურები და ამბიციურები. რას გულისხმობთ გუნდურობაში? გუნდურობაში თავისთავად გულისხმობთ გუნდის მუშაობას ერთიანი მიზნების მიღწევასა და ამ მიზნების წარმატებით დაძლევაში. თუმცა დამოუკიდებლადაც გვიწევს მუშაობა და დამოუკიდებლად იმ მიღწევების აღნიშვნა, ერთმანეთისთვის ხელის გამართვა, რომ საერთო მიზნები იყოს მიღწეული. ხშირად კაის თქმაც მოსულა TBC დაზღვევაში, რომ გავამხნევთ ერთმანეთი და მივცეთ დამატებითი ბიძგი და იმპულსი დიდი შედეგების მისაღწევად. ამბიციურობა. თავისთავად TBC დაზღვევას აქვს დიდი ამბიციები და ეს აისახება ჩვენს დიდ გეგმებში, რომელსაც ვისახავთ ყოველწლიურად. შედეგზე ორიენტირებულობა. შედეგზე ორიენტირებულობა არ გამოიხატება მხოლოდ დაზღვეულთა რაოდენობის ზრდაში ან პოლისების რაოდენობის ზრდაში. ეს უპირველეს ყოვლისა გამოიხატება მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდაში და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ვდეთ იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებლები გრძნობდნენ კომფორტულად თავს და იცოდნენ, რომ TBC დაზღვევა მუდმივად გვერდით უდგას იმ რთულ ვითარებაში, როდესაც მათ ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ამიერიდან შენ უკვე TBC დაზღვევის გუნდის წევრი ხარ და მჯერა, რომ ისეთივე ენთუზიაზმით, თავდადებით და მონდომებით გაართმევ იმ ამოცანებს თავს, როგორც შენი გუნდის წევრები აქამდე ართმევდნენ ამ ამოცანებს თავს. იცოდეთ, რომ თქვენ გვერდზე ვარ და ყველა ნაბიჯში მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.